ქვემო ქართლის რეგიონის მელიორაციის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ხარაბაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სარწყავის სისტემების მდგომარეობასა და არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავს წყალმომარაგების და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებას. სამუშაო შეხვედრის შედეგად განისაზღვრა პრიორიტეტული მიმართულებები და ერთობლივი ნაბიჯები, რომლებიც უახლოეს მომავალში განხორციელდება. შეხვედრა ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რასაც საქართველოს მელიორაციის კომერციული და ტექნიკური დირექტორები, ასევე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ. მოვისმინეთ ის საკითხები, რომელიც საჭიროებს სწრაფ გადაწყვეტას, მერებმა წარმოგვიდგინეს ის პროექტების ჩამონათვალი, რომელიც საქართველოს მელიორაციამ 2026 წლის გეგმაში უნდა გაითვალისწინოს და განავითაროს. სარწყავი სისტემები სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტია, ამიტომ ამ შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო განსახორციელებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები. მომავალი 2 წლის განმავლობაში გაკეთდება ყველაფერი, რომ მოსახლეობის უმეტეს ნაწილს ჰქონდეს შესაბამისი ნაკვეთების მოწყვის საშუალება.